დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მე უნდა დავსვა ბოლო კითხვა. რაში ხედავთ გამოსავალს, რომ თქვათ ნებისმიერი კვლევისას პირველ რიგში ადამიანებმა არ დაასახელონ, რომ მათ უჭირთ, არა აქვთ ფული, არიციან როგორ უნდა აცხოვრონ ოჯახები, რომ ოდნავ მაინც განვითარდეს ეს ქვეყანა. გისმენთ ბატონო მიხეილ. უნდა გავაგრძელოთ სულა კონკურენტუნარიანი ეკონომიკისა განვითარებისაკენ. აუცილებელია ჩვენ თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ განვითარება, თუ გვინდა არაუბრალოდ ექსტენსიური და ერთი უხარისხო შენობას მივუმატოთ მეორე უხარისხო შენობა. თუ გვინდა განვითარება, ხარისხიანი პროდუქტი უნდა შევქმნათ. და ეს პლაცდარმი ახლა იქნება. როგორც კი დაიწყება მომდევნო წლები, განსაკუთრებით 17-18-19 ყველა პროგნოზი, საველითო ფონდის, საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებულად გაიზრდება როგორც კონკურენტუნარიანობა, გაიზრდება დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და სოციალურ სექტორსაც ეშველება მნიშვნელოვანწილად. ახლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ, მაგალითად ამასიდან ნაციონალური მოძრაობა განაცხადა, რომ 45,000-ით გავსდით. 45,000 არის სამუშაო ძალის 2%. 2%-ზე ნაკლები. ცუდი კი არა 45,000-ით გასდა, არაფერი ცუდი არა ამაში. ძალიან კარგი. უბრალოდ არჯერა რომ ეს გაიზრდება, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს 2004-დან 12-მდე, 7-დან 12-მდე მაგალითად დაქირავებულთა რაოდენობა 37,000-ით გაიზარდა, როცა 3 წელიწადში 90,000-ით. ანუ წელიწადში 30,000. ექვსჯერ დაჩქარდა დაქირავებული ადამიანების ზრდის ტემპი და როცა ჩვენ გვქონდა ვარდნა დასაქმებაში შეიცვალა ეს ზრდი. თუმცა უკვე დააკვირდით ერთ მომენტს. დავიღოთ თუნდაც 90,000. 90,000 არის მთელი სამუშაო ძალის 4-5%. ანუ ქუჩაში რო თქვენ გააჩეროთ 100 ადამიანი, მხოლოდ 5 გეტყვის რომ ახლა დასაქმებულია და დანარჩენი იტყვის რომ ის არ არის ის ადამიანი. შესაბამისად, თუნდაც 45,000, კიდე 30,000 შეუძლებელია ერთ წელიწადში, ან 2 წელიწადში ისეთი ფონდის შექმნა, რომ ყველა დასაქმდა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენ შევქმნათ კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ის პლატფორმი, რომელიც შეიქმნა და ის უნდა გაძლიერდეს და მე სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, ჩვენ 22% 22 საფეხურით გაუმჯობესდით. ეს ტემპი რომ შევინარჩუნოთ 12 წელიწადში პირველ ადგილზე ვიქნებით. ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მადლობა. ინვესტიციებზე შეიძლება ძალიან მოკლედ უნდა თქვათ რა, რომ გადავანაწილოთ როთანაბრად. ჩვენი ამოცანა რა არის? სესხი და კრედიტი, ანუ ვალი ვაქციოთ ინვესტიცია და ინვესტიციის შემოვალი ნაკადები გავზარდოთ. ბოლო სამ კვარტალში, აი მესამე კვარტალში, უბრალოდ პირველ კვარტალში ბოლო წლის $1,300,000,000 პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოვალი ნაკადები დაფიქსირდა. სესხის კაპიტალიზაციას მოხდა და ახალი ინვესტიცია შემოვიდა. შეგახსენებთ რომ 2011 წელს დაახლოებით ამდენი იყო მთელი წლის განმავლობაში. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველო არის ინვესტორისათვის საინტერესო ქვეყანა, ინვესტიციების შემოდის და ასე უნდა გავაგრძელოთ. მადლობა. ბატონო ზურაბ, რა სიტყვით? ყველაფერი წარმატება, რაზეც ახლა მიხეილ დუნდა საუბრობდა, კარგია, ციფრებში მთავარია აისახოს ეს ხალხზე. თქვენ რომ გადიხართ ამ არჩევნებზე, აი გეკითხებით, რას მპირდებით მე როგორც მოქალაქეს? არ უპასუხებ მაშინ ბატონ მიხეილს. არ გვინდა პასუხები ყოველთვის ჩვენი პოზიცია ხადია რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა და მათ შორის ჩვენი კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზარდოს და უნდა გაიზარდოს. ამას სალაპარაკია რომ რა არის გასაკეთებელი, ეს არის მთავარი. აქ ანუ რა საით უნდა წავიდეთ და რა რეფორმები უნდა გავატაროთ. პირველ ბლოკში ლაპარაკობდით ირლანდიაზე. ირლანდია არის მაგის კარგი მაგალითი, ანუ გირს რაღაცა იქიდან ციდან კი არ ჩამოუტანია რაღაც საკუთარი რეფორმები. ირლანდია იყო მე-20 საუკუნის გარკვეულ პერიოდში ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ირლანდია დღეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა და გააკეთა ის, რის გაკეთებაც უნდა გირს ამ ქვეყანაში. გაატარა რეფორმები, რომელთაც ირლანდიის ეკონომიკა გახდა გაცილებით რომ მიმზიდველი. ინვესტორების მათ შორის გახდა გაცილებით რომ ლიბერალური, ირლანდია მათ შორის შეინარჩუნა ეს მდგომარეობა და მიაღწია იმას, რომ დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არის საბოლოო ჯამში სიღარიბე. სიღარიბე არის ყველაფრის პრობლემა. სიღარიბე არის რუსეთის ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ ჩვენზე გავლენა მოახდინოს მოსახლეობის აზრზე მათ შორის და რაღაც მოატყუოს ევრაზიის კავშირის ჯობი ევროკავშირის და სიღარიბე არის მთავარი პრობლემა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რომელიც ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, მათ შორის ყველაზე ღარიბი ნაწილი პირველი 40% ცხოვრობს ყოველდღიურად საკვების ყიდვის პრობლემაა. სანამ სიღარიბეს არ დაძვით, მანამდე არაფერი არ გვეშობოდა. ამისი წამალი არის ეკონომიკის სწრაფი ზრდა. ჩვენ გვჭირდება არა 3%-იანი ზრდა, 2.8%-იანი რაც ეხლა გვაქვს. ანუ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მათ შორის კარგია თუ იქნება 15%-ზე ზემოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 10-12 წელიწადში თავისუფლად გავხდეთ ისეთი ქვეყანა, როგორც არის მაგალითად ესპანეთი. ესპანეთი არ არის. თქვენ ხა ბიძირა ივანიშვილი ვით? ეს არის ესპანეთი არ არის. ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში, შვეიცარია, ესპანეთი ორჯერ უფრო მდიდარი, მაგრამ ჩვენ თუ 10 წელიწადში ვიქნებით ესპანეთისნაირი ქვეყანა, ჩემი შვილი რომელიც ახლა არის 2 წინახევრის, იქნება სიტყვაზე 14 წლის, 15 წლის და იცხოვრებს ნორმალურ ქვეყანაში. შვილებზე უნდა როგორ არის, ანუ გააჩნია რას ვეძახით გვეშლება თუ არა. ჩემი აზრით, ჩვენმა თავამ ის უნდა გააკეთოს, რომ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ მოკლევადიან პერიოდში კარგი
კარგი ქვეყანა, რომ მათ ცხოვრების რაღაც ახალ ასაკში, ახალგაზრდა ასაკში შეძლონ ცხოვრებისგან რაღაცა სიამოვნების მიღება და რაღაც არ გაატარონ ცხოვრება ისე როგორც გავატარეთ ჩვენმა თაობამ. ხო, ეს მოცემულობა გარჩევანი არის, ანუ უნდა გაიქციან ქვეყანა, ანუ უნდა შექმნა რაღაცა, რომ შენი მომავალი ჩვენ შვილებს მაინც აღარ უნდათ ამ ქვეყნიდან გაქცენ. რაც არის ამ ქვეყნის თავარი პრობლემა, ხა რომ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა და ამას თუ არ გადავჭრით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრ რაღაცაზე. მაგრამ ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. მადლობა დიდი, თქვენ რა სიტყვით ბატონო გიორგი? მე პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე აუცილებლად მთავრობა უნდა შეიცვალოს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის დღეს საქართველოში, ეს არის მათ შორის არაფორმალური მმართველობა, ანუ გადაწყვეტილება მიღების უნარიანი არ არის მთავრობა და ეს შეიგრძნობა თავიდან ბოლომდე ეკონომიკაში და ინვესტიციებშიც და ნებისმიერ საკითხში. აი მაგალითად სიმბოლურად რო ვთქვა, დღევანდელი მთავრობის კარგი მაჩვენებელია სახე არის ზესტაფონი ქუთაისის ახალი გზა, რომელიც 4 წელია, რაც პარლამენტში დავდივართ, კისერი მოგვენგრა ამ გზაზე, იგება და ვერ დაიგო და ეხლა საერთოდ გაყინულია და არაფერი არ ხდება, ხო? ანუ ვიღაცამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ახალ კომპანიას კონტრაქტი დროს დაუდო, რომ ეს გზა დამთავრდეს რა. ვინ არის ეს ვიღაცა? მთავრობა უნდა გააკეთოს, ეხლა ვინ არის რეგიონალური განვითარების სამინისტროს მოვალეობა არის ამ გზების მშენებლობა და კეთება, მარტივად რო ვთქვათ. რაც შეეხება ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ხელისუფლებას ჭირდება სრულიად ახალი პოლიტიკური კლასი, ჭირდება განათლებული, ინოვაციური ადამიანები და არა ის, რომ ეხლა კონკრეტულად ვილაპარაკოთ რა რეფორმები უნდა გატარდეს, არამედ მუდმივად მოქმედი მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც სწრაფად უშვებს სრულიად ახალ და ახალ რეფორმებს და ახალ იდეებს და ინოვაციებს. არა ის, რომ საიდანმე გადმოვაკოპიროთ, არამედ მოვიფიქროთ ქართული დიახაც განსხვავებული რეფორმები. კიდევ ერთხელ ბოდიში ვხდი, მაგრამ გავიმეორებ, რომ იუსტიციის სახლის წარმატების მაგალითად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო, არავისგან არ დაგვიკოპირებია, შევქმნით განსხვავებული უნიკალური, მაგრამ ისიც დაძველდა უკვე. სხვა ქვეყნებში ეხლა რასაც ჩვენი თანაგუნდელებთან ერთად ვაკეთებ, ჩემ თანაგუნდელებთან სულად ახალ თაობას ვთავაზობთ, ხო? აი ეს ყველაფერს ჭირდება პროგრესირება. ჯას ტაქსი კი არ უნდა შევიმასმე, ტაქსის ბიზნესში კი არ უნდა შევიდეს იუსტიციის სახლი მაგალითად, ხო, რაც გააკეთა იუსტიციის. ტაქსის ბიზნესი დაიწყო, ხა წულუკემა დაიწყო ტაქსის ბიზნესი და ხა როცა იუსტიციის სამინისტრო ტაქსის ბიზნესს იწყებს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ხა ელემენტარულად ტაქსისაც კი სამუშაო ადგილს ართმევ იმის ბიზნესში შედიხარ, ხო? არა თუ კი წულუკიანმა მანქანები იყიდა სრული საოცრება ეგეთი მე მგონი არავის არ გავაკეთებ მანქანები იყიდა და თავის ძღოლები დასვა იმაზე რა რაღაც საოცრება აი ხა ამ პირობებში მართლა ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გამოსავალია მთლიანად შეიცვალოს მთავრობა და სრულიად ახალი თაობის მოაზროვნეები რომლებიც ძალიან სწრაფად დაგუგავენ რეფორმებს დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ბატონ ლევან მოკლედ ძალიან ცოტა დრო მაქვს ასე რომ კონკრეტულ თემებზე არ წავალ ზოგად ჩარჩოს მოხაზავ მე მაინც მგონია ზუსტად არ ვიცი რა იქნება ქართული ოცნების პროგრამა, მაგრამ მგონია რომ ძალიან რაციონალური და პრაგმატული იქნება უფრო მეტი პრაგმატიზმის შემოტანა და ნაკლები პოპულიზმი პოლიტიკურ დაპირებებში კონკრეტული ანუ თუნდაც არაპოპულარული იყოს, მაგრამ უნდა გარისკონ რეფორმები. თუნდაც არაპოპულარული კი არა, პირიქით, არაპოპულარული რიგ შემთხვევაში, მაგრამ ადამიანებს უნდა აუხსნან და ადამიანები უნდა დაარწმუნონ, რომ გუშინ ადამიანს ჰქონდა 10 ლარი, დღეს აქვს 11 ლარი და ხვალ რატო ექნება 12 ლარი. ანუ ექნება რომ 12 ლარი კი არა, რატო ექნება 12 ლარი. აი ეს ვორდინგი და ხელისუფლების მარიფათი. სწორედ აი ამის დარწმუნებაში უნდა გამოიხატოს. თუ ხელისუფლება ამას შეძლებს, მე მგონია რომ კვირიკაშვილის გუნდს ხას უსვამ, კვირიკაშვილის გუნდს ამის შანსები ექნება. მოდით მე დრო აღარ მაქვს უფრო მეტად განვავრცობდი ამ ყველაფერს ეხლა შემომიტანეს სხვა პროგრამები და ეს არისო ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემმა პროდიუსერმა ბიუროკრატიის და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა ბიზნესის და ინვესტიციების დაცულობა ზურა ჯაფარიძეს მინდა ვკითხო ხომ არ გეცნობათ ეს პროგრამა რაღაცები არის ხადე რაც მეცნობა თუმცა მაგ პროგრამასთან დაკავშირებით გიჩის პოზიციას ჩვენ გამოვაქვეყნებთ სავარაუდოდ ხოლმე ამიტომ ეხლა ამ ეთერში თავში ანუ უკვე ვიწყებთ საუბარს წინასაარჩევნო რაც მოხდეს იმაზე ვიცით რომ მოხდეს რაც არის არასწორი მეებზე კი ბატონო დიდი მადლობა მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ალბათ ეს არის ყველაზე საინტერესო თემა ადამიანებისთვის ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ ბევრ პოლიტიკურ თემაზე რაღაც შიდა კულუარულ ამბებზე და ასე შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის როგორც დავიწყებ ისევე დავასრულებ მაცივარს როცა გამოაღებს თავისი ოჯახისთვის საჭირო საკვები ეგულებოდეს იმ მაცივარში წარმატება მინდა გისურვოთ ყველას მადლობა მე ამით გემშვიდობებით ზუსტად 5 წუთში კი პირდაპირ ეთერში ვახო სანაია წარმოგიდგენ დღის მთავარ თემასა და სტუმრებს რვიანში მადლობა